ქართული ოცნების მთავრობა შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მათ ჰქონდათ შეთავაზება და ის აგრესიულად უარყვეს. ელჩ დანიგანის ბოლოდროინდელი განცხადებები ასევე აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას წინა ბაიდენის ადმინისტრაციაც ცდილობდა. ეს გასაგები პოლიტიკა იყო. შეეცადო იპოვო თანამშრომლობის გზა და აიცილო განხეთქილება. ელჩის განცხადებებით ჩანს, რომ მას მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკა ჩავარდა. არა იმიტომ, რომ ამერიკელებმა არ სცადეს, არამედ იმიტომ, რომ ქართული ოცნება უბრალოდ არ არის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით დაინტერესებული. ძნელია თქმა, როგორ შეძლებს მოქმედი ადმინისტრაცია საქართველოსთან თანამშრომლობას, როცა საქართველო როგორც ჩანს, ასე განზრახ-ცდილობს შეერთებული შტატების გაუცხოებას. ქართული ოცნება როგორც ჩანს, ენთუზიაზმით აქცევს ზურგს ევროპას, შეერთებულ შტატებს, საკუთარ თავს ავტორიტარულ ძალებს უკავშირებს და ამას თავხედური აგრესიულობით აკეთებს. თითქოს მიზანი მეგობრების გაუცხოება და რუსეთის კონტროლქვეშ განზრახ მოქცევა იყოს. ვერ ვხედავ, რა ქართული ინტერესი შეიძლება აწინაურებდეს ეს, მაგრამ მე არ ვარ ქართველი და ამის თქმა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა ამის დანახვა შემაშფოთებელია, რადგან საქართველოს ყავს ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, აქვს ძლიერი ეროვნული თვითშეგნება და ასევე აქვს ავტორიტარული უკუსვლა. ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების ან ვარდების რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული ტრადიციების მიხედვით ცხოვრობდა. ამიტომ საქართველოსთვის ახლა მძიმე დროა. საქართველოს მთავრობის მოქმედებები პუტინის ინტერესებს ააწინაურებს. არ შემიძლია ვთქვა, რა ქართულ ინტერესს შეიძლება უწყობდეს ეს ხელს. Advance Putin's interests. What Georgian interests they advance, I couldn't say.